ტოქსიკურ ურთიერთობებში, რომელიც ძირითადად ხდება ხოლმე, რა უნდა იყოს თქვენი მოქმედებები? მოდით ეს თემა განვიხილოთ. მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი გაითვალისწინეთ. მაშ ასე რა გვაქვს ეხლა აქ? როგორ იბრძვით? ეწინააღმდეგებით საკუთარ თავსაც და სხვებსაც. იმდენ ცვლილებებს, რომლებიც წინ გაქვთ, არსებობს, მაგრამ სადღაც არ გინდათ, რომ დაინახოთ ბოლომდე. აქ თქვენი მოქმედებები რა უნდა იყოს? ისწავლეთ ტოქსიკური საქმის, ტოქსიკური ურთიერთობების გაშვება და მიიღეთ სიახლეები. თქვენი პრობლემა არის მიჯაჭვულობაში, ყველაზე და ყველაფერზე, რაც მოგწონთ, გიყვართ, ვერ წარმოგიდგენიათ ვინმე ახალი თქვენს ცხოვრებაში. არ ხართ მზად მიიღოთ გამოწვევები ახალი ურთიერთობებიდან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გადავედით უკვე 2026 წელში. დაპაუზებულ, გაჩერებულ ურთიერთობაში, სადაც ხართ, მართლა არის რაღაც კრიზისი. რა უნდა გააკეთოთ? როგორ უნდა მოიქცეთ? უნდა შეწყვიტოთ მსხვერპლის პოზიციაზე ყოფნა. ეს თქვენი ცხოვრებაა და თქვენივე ხელშია ყველა ის ქმედება, რაზეც ეს ურთიერთობა არის დამოკიდებული. რაც მეტად გეშინიათ და ებღაუჭებით ვინმეს, მით მეტია მისი დაკარგვის შანსი. ამიტომ უბრალოდ მოდუნდით და განავითარეთ საკუთარი თავი. დაისახეთ ახალი მიზნები. არ გაჩერდეთ ერთ ადგილზე. გამოიყენეთ მთელი თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი. პირველ რიგში გაიცანით საკუთარი თავი, სხვადასხვა კუთხით. გააოცეთ თქვენი თავი ასევე პირველ რიგში და პარტნიორიც გაუგნებული დარჩება. ისე მოიქეცით, რასაც თქვენგან არ ელოდება. მაგალითად, ეჭვიანობდით? აღარ ეჭვიანოთ. ყურადღებას ითხოვდით გამუდმებით მისგან? აღარ მოითხოვოთ. ვიზუალურად მაგალითად წონა გაწუხებთ? რა პრობლემაა? დაიკელით. გასუქება გინდათ? გასუქთით. გაბწყინდით. ვარჯიში გინდოდა? ივარჯიშე. საკუთარ პროფესიას ვერ ანვითარებდი? განავითარე. საპირისპირო გააკეთეთ ყველაფერი, რასაც აქამდე აკეთებდით. აი მაშინ დაიწყება მისი მხრიდანაც მოქმედებები. ჯერ თქვენ დაამუშავეთ საკუთარი ემოციები, მგონება, სხეული და ყველა შეგამჩნევთ, ვინც გინდათ რომ შეგამჩნიოთ. იფიქრეთ მეტად პოზიტიურად, დადებითი თვისებები წამოწიეთ წინ და ნახავთ შედეგებსაც. არსებობს ურთიერთობის ორი კატეგორია. ერთი, რომელიც გვწამლავს, მეორე, რომელიც სიმშვიდით გვავსებს. და ჩვენს ხელშია ხო არჩევანი? თუ ჩვენ ცუდად ვართ, ესე იგი ეს ჩვენ ავირჩიეთ. თუ ჩვენ კარგად ვართ, ესე იგი ესეც ჩვენ ავირჩიეთ. ამიტომ არჩევანი არის ჩვენს ხელში. როგორ გვინდა რომ ვიყოთ. და ეს უნდა იყოს თქვენი მოქმედებები პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ. წარმატებები პირადი კითხვები WhatsApp-ზე 557 16 73 53. ნუ მირეკავთ, მომწერეთ და გიპასუხებთ.